ძალიან ბევრი ჩაბასია ხოლმე ამ ბოლო საზოგადოებაში მარიხუანასთან დაკავშირებით და არა მარტო მარიხუანასთან დაკავშირებით, ზოგადად რეკრეაციულ წამოთვალ მიმართებაში და ამიტომ ჩვენს გამოვეხმაურეთ ამ თემას და დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან ბატონები დათო მოთიაშვილი, ექიმი ნარკოლოგი და პაატა საბელაშვილი, სამოქალაქო უფლებების აქტივისტი. მადლობა სტუმრობისთვის და აქტუალურ თემაზე საუბრისთვის. მით უმეტეს ეს თემა ბევრად უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც უკვე დამტკიცდა და დადასტურდა, რომ ბექა კრიმინალი არ არის. სხვათა შორის ამ მოვლენებს ჩვენც ფეხდაფეხ მივყვებოდით. ჩვენი გადაცემა ბექა ჩვენი სტუდიის სტუმარიც იყო სწორედ იმ პერიოდში და ახლა უნდა აღვნიშნოთ, რომ კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური ეს თემა, იმიტომ რომ ბექა თავისუფალია და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 17 ნოემბრის ცნობით 10-მა მსჯავრდებულმა დატოვა საპატიმრო კი ნამდვილად. ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სტუდიაში ვისაუბროთ ამ თემაზე. მაგრამ არის ხოლმე ერთი მომენტი, რო არის ხოლმე ორი პოზიცია, სამოქალაქო პოზიცია ხოლმე და არსებობს კიდე ექიმების მხრიდან სამწინო პოზიცია ხოლმე. ამ შემთხვევაში მოდი საუბარი დავიწყოთ ბატონი დავითისგან. რა ხდება, რა სამწინო მონაცემებია მარიხუანასთან დაკავშირებით და ეს ნამდვილად ესეთი ტრაგედია ხოლმე მის მოხმარება თუ არა, როგორც ზოგჯერ ჩანს ხოლმე ეს განსაკუთრებით პროკურორების მხრიდან ხოლმე. რა ხდება მარიხუანასთან მიმართებაში სამედიცინო გამოკვლევის თვალსაზრისით? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. დიდი მადლობა ამ თემის წამოწევისთვის. მარიხუანა არის ფსიქოაქტიური ნივთიერება. და მას გააჩნია გარკვეული ეფექტები ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ის ეფექტები, რის გამოც ადამიანები მას მოიხმარენ, იმიტომ რომ მათ მოსწონს. ის რასაც ის მარიხუანა უშვება მათ ტვინს და ორგანიზმს. ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული ნარკოტიკული საშუალებაა მსოფლიოში და ვფიქრობ, რომ საქართველოში ყველაზე უფრო ფართედ მოხმარებული. რისკები მარიხუანას მოხმარებასთან რა თქმა უნდა არის დაკავშირებული ისე როგორც ნებისმიერი სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებასთან, თუმცა ეს რისკები არის გაცილებით უფრო მწირი ვიდრე ძალიან ბევრი სხვა ფართედ გავრცელებული ფსიქოაქტიური ნივთიერება, იგივე ალკოჰოლი და ვთქვათ სხვა უფრო მძიმე ნარკოტიკული საშუალებები. მას პირდაპირ ესეთ კითხვები ხო რამდენი შეიძლება და ვთქვათ მარიხუანას ნარკოტიკი, მე მგონი ამაზე პათოგველაპარაკება მე, მაგრამ არის ხოლმე ესეთი წარმოდგენები, არის ეს თუ რეალობა ხოლმე, რომ მარიხუანა შეუძლია გამოიწვიოს ფსიქოზი, მარიხუანა არის ნაბიჯი შემდეგ უფრო სერიოზულ ნარკოტიკზე გადასასვლელად, რომელიც უფრო უმავნია. მარიხუანა იწვევს დამოკიდებულებას, ეს თემაც მე მგონი საინტერესოა. ძალიან მოკლედ შევეცდები, სამი ყველაზე აქტუალური თემა ახსენეთ თქვენ. კარიბჭის ეფექტი მარიხუანას მომხმარებელი, შემდეგ აუცილებლად გადაერთვება უფრო მძიმე ნარკოტიკებზე, ჰეროინი და ასე შემდეგ. ეს თეორია ძალიან გავრცელებული იყო 80-იან, 90-იან წლებში, მას შემდეგ აღარ გაგრძელებულა დისკუსია, იმიტომ რომ ჩავარდა, ასე ვთქვათ, ეს თეორია ვერ დამტკიცდა, მარიხუანა არ არის მძიმე ნარკოტიკზე გადასვლის მიზეზი, ადამიანებში არის მიდრეკილება, რომ მოიხმარონ რაღაცა ტიპის ფსიქოაქტიური ნივთიერება, უბრალოდ უფრო ხშირად პირველი და ვინაიდან უფრო ხელმისაწვდომი ეს არის ხოლმე მარიხუანა. ეს ადამიანი მაინც მოიხმარდა რაღაცას, მაინც მივიდოდა ჰეროინამდე, მარიხუანას არ შეუწყვე ხელი, რომ იგი გადაერთო ჰეროინზე. იწვევს თუ არა ფსიქოზს, დამოკიდებულება კი ბატონო, ხანგრძლივი სისტემატური მოხმარების შემთხვევაში მარიხუანა გამოიწვევს დამოკიდებულებას. წლების განმავლობაში რეგულარული მოხმარების შემთხვევაში ჩამოუყალიბდება დამოკიდებულება, რომელსაც ძირითადად ფსიქოლოგიური კომპონენტი გააჩნია, ნაკლებად ფიზიკური კომპონენტი. ჩვენ გამოყენებაზე ვილაპარაკობთ, ან სიხშირეზეა დამოკიდებული ეს? სიხშირეზე და ხანგრძლივობაზე წლების განმავლობაში ყოველდღიური მოხმარების შემთხვევაში ჩამოყალიბდება დამოკიდებულება. დაახლოებით 10-დან 1 ადამიანს, ვინც მოიხმარს მარიხუანა, უყალიბდება დამოკიდებულება. ეს დამოკიდებულება არ არის ისეთი მძიმე, როგორც ჩვენ ვიცით ჰეროინის, კოკაინის და ალკოჰოლის და სხვა ნივთიერებების შემთხვევაში. და რა შეეხება მესამე საკითხს? მესამე საკითხი, ფსიქოზი, აგრეთვე არ არის დასრულებული დისკუსია ამ საკითხის ირგვლივ, ვთქვათ, სამეცნიერო წრეებში არის მონაცემები, რომელიც ამტკიცებს, რომ თუ ადამიანში არის მიდრეკილება ფსიქიკური დაავადებისადმი, მარიხუანას მოხმარებამ შეიძლება უბიძგოს პირველ მანიფესტაციას
ასე ვთქვათ, ხელი შეუწყოს ამ დაავადების პირველ მანიფესტაციას. ამის იქით ჯერჯერობით უფრო მეტი არაფერი არის. ანუ როგორც ხედავთ, საკმაოდ ესეთი კონფლიქტური მონაცემებია, რომლებიც ერთმანეთზე ზოგჯერ არ არის ხოლმე შეჯერებული. თუმცა მე მაინც მინდა ბექა საქმეს დაუბრუნდე. ის რომ დღეს ბექამ ერთმა პიროვნებამ გაიმარჯვა, ხომ ეს ფაქტია. შეგვიძლია გვაძლევს ეს იმის საფუძველს, რომ თქვათ, რომ ეს ერთი შემთხვევა გამოიწვევს უკვე სხვა ძირეულ ცვლილებებს. ანუ შეიძლება ეს ერთი გადაწყვეტილება იყოს კიდევ ერთი ნაბიჯით ახლოს მივდივარ დეკრიმინალიზაციისკენ. ცხადია და ეს ბექამ გაიმარჯვა და ულოცავდა მე მოწმე ვარ ამ ორწლიანი კოშმარისა, რაც მან გამოიარა და გაიმარჯვა საქართველომ. ანუ ამ საქმეში, იმიტომ რომ როდესაც ადამიანს უშვებ ციხეში, ამ ადამიანის ცხოვრება შეუქცევადად იცვლება. ანუ იმას ვერასდროს ვეღარ წაშლი შენი ცხოვრებიდან, რაც არ უნდა წლები გავიდეს, რაც არ უნდა ნასამართლეობა გაგიკარწყდეს, ეს მუდმივად არის შენთან, რომ შენ შენი ცხოვრების დაღია. ნაციხარი, ხო. და ეს არის გაცილებით დიდი ბოროტება, როგორც კონკრეტულად ამ ადამიანის მიმართ ჩადენილი სახელმწიფოს მხრიდან, ისე ზოგადად ყველა მისი მოქალაქის მიმართ ჩადენილი. სამწუხაროა, რომ დღეს ესე ხდება, რომ ადამიანები რაღაცა ნიშნით, ხო, არის უმცირესობა, რაღაცა ნიშნით, ხო, უმრავლესობა ადამიანების არასდროს არ მოიხმარს ნარკოტიკს. ანუ და უმრავლესობა, რომელიც არის ხელისუფლებაში, რომელსაც უცხოა ეს ცხოვრების წესი, ვერ წარმოუდგენია საერთოდ რასთან შეიძლება გქონდეს საქმე, რა რისკებთან შეიძლება გქონდეს საქმე, არასდროს არ გამოუცდია თვითონ, გონია რომ ეს არის რაღაცა დემონი, რომელიც გენოფონდს ემუქრება, ხო, გენოფონდზე ეხა დაიწყეს რატომღაც საუბარი მარიხუანასთან რომ მივედით 20 წელი რო ხალხი გადის, ხო? გენოფონდს ემუქრება ასე შემდეგ. ანუ თვითონ ის ადამიანები წყვეტენ, სხვების ჩვენს მაგივრად წყვეტენ, რომ აი ამ ნიშნით მე სად უნდა ვიყო გისოსებს მიღმა, თუ აქტიური წევრი საზოგადოების, ხო? ანუ ჩვეულებრივი ფაშიზმია, მეტი არაფერი არ არის ეს, ჩემი აზრით, იმიტომ რომ რაღაცა ნიშნით, აი როგორც ქუჩაში, ხო? ანუ ადრე ებრაელებს თავის ქალას რო უზომავდნენ, რომ ვინც მალავდა რომ ებრაელი იყო ნაცისტების დროს, ზუსტად ესე ქუჩაში აჩერებს პოლიცია, მიყავს ადამიანი და აშარდინებს, რომ გაიგოს. ის კი არა, რომ ეხლა რამეს აშავებს თუ არა საერთოდ. აი მის შარტში აღმოჩნდება თუ არა კვალი, თუ აი ამ რაღაც პერიოდის განმავლობაში მან რაღაც ნივთიერება. ანუ ჩვენ სამართალდამცავებს, რომელთაც აქვს ძალიან ასე ვთქვათ, პატივსაცემი პროფესია, იმიტომ რომ ჩვენ სიცოცხლეს იცავენ და ჩვენ კეთილდღეობას დარეგობენ. მეტ საქმეს არ ვაძლევთ, თუ არა ზდიონ ადამიანებს და არ ყვიონ იმათ შარტში რა არის. ხვდებით, ანუ ეს არის უბრალოდ ჩვენ შევეჩვეთ ამ რეალობას, მაგრამ ცოტა გარედან რო შევხედოთ, ხო? აი ძალიან უკვირთ უცხოელებს, ესეთ რაღაცა რო ესმით, რომ ესე გადაყავთ ადამიანები და ეს. ხო, ეს საქმე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რატო? იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ესეთი თემაზე საქმე არ ყოფილა აქამდე და ძირითადად სტრატეგია ამ кейსის ის იყო, რომ უბრალოდ ამ სამართალწარმოების გამო მაინც ცოტა გადაწეულიყო ეს პროცესი, ბექას პროცესი და ალბათ ვერც წარმოვიდგენდით, რომ ესე დასრულდებოდა. რაც მთავარია, უკვე დაიწყო ადამიანებმა დატოვება საპატიმროების, იმიტომ რომ შუამდგომლობის ფორმაც არის შემუშავებული და თეთრი ხმაურის მოძრაობის Facebook გვერდზე დევს ეს შუამდგომლობა ადვოკატებისთვის, რათა მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისთვის შუამდგომლობით მიმართონ სამართლოს ახალი გარემოებების გაჩენის მოტივით. გათვალისწინებით. ხო, ანუ ეს არის ახალი გარემოება საქმეში, საკონსტიტუციო გადაწყვეტილება. და უნდა შეეცვალოთ მათ სასჯელის ზომა, საპატიმრო სასჯელი ჩათვალა საკონსტიტუციომ არაკონსტიტუციურად. ეხლა ჩვენ გვინდა ასე არ არის ლაპარაკი აქ. არ არის მაგაზე ლაპარაკი, მაგრამ სააპელაციო სასამართლოებში რაღაცა იყო იქ განაჩენებში დაფიქსირებული, რომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამომავლოდ შეგვიძლია ამაზეც ქონდეს საუბარი, რომ გამოსცემდეს. რაღაცა ამ პერიოდის განმავლობაში კონკრეტული მცირე, მაგრამ ცვლილებები არსებობს, ხო? და არის. რადგან მოხდა, მე როგორც მივხვდი, რადგან მოხდა ბექას შემთხვევა, აი ამ რადგან შეიქმნა ეს პრეცედენტი, ამის გამო გადაისინჯება მსგავსი ტიპის საქმეები. წესით გააჩნია, ახლა ნახეთ, ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში
საქართველოს დაუყენეს პირობად, რომ უნდა გადახედოს ნარკოპოლიტიკას. იმიტომ რომ იმ ნარკოპოლიტიკით, რომელიც მას ეს ახლა აქვს, ფაქტიურად კარს უხსნი თავშესაფრის მაძიებლებს ევროკავშირის ქვეყნებში. იმიტომ რომ არც სერვისი აქვს ქვეყანაში, მკაცრად ისჯება და ფაქტიურად იმ ადამიანის ქვეყანაში უკან დაბრუნება გათანაბრებული არის მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხესთან. და შესაბამისად, მაგალითად პარიზში, ხო, იმიგრანტების 25 ნარკოტიკების მომხმარებელი იმიგრანტების 25% არიან ქართველები. ანუ ამ სერვისებში 25% კლიენტების არიან ქართველები და ქართულად აქვთ გამოკრული აბრები. იმიტომ რომ ქვეყანა თავის მოქალაქეებს ან უშვებს გარეთ, ან უშვებს ციხეში. ეს გრძელდებოდა წლების განმავლობაში, ყველამ ვიწვნიეთ ეს პოლიტიკა, ძალიან მკაცრი პოლიტიკა და დეჰუმანიზაციისკენ მიმართული პოლიტიკა ფაქტიურად ღირსების შემლახავი და წამების ტოლფასი. იმიტომ რომ გადაყავთ ის და უარს აცხადებს დაუშვათ ადამიანი მოშარდვაზე, ხო 12 საათს აჩერებენ, არც ეუნებიან რომ მას აქვს მოშარდვის უფლება ისე რომ არ მისცეს. თავის ბიოლოგიური მასალა ანალიზში და კლინიკურ დათვალიერებაზეც უარი განაცხადოს, ეს ყველას უფლება ადამიანი და ყველა მიცოდეს და მოუწოდო ყველას, რომ პოლიციას ნებას არ დაყვნენ ამ შემთხვევაში, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, მაგრამ არ მისცენ შარდის ანალიზის ჩატარების უფლება. მოითხოვონ საპირფარეშო, თუ უნდათ, მაგრამ არ მისცენ. თუ კი პოლიცია ეუბნება რომ 12 საათს გაგაჩერებთ, მე გამოგიშვებთ 5 წუთში ისევ დაგიჭერთ და ისევ 12 საათს გაგაჩერებთ, იცოდეთ რომ გატყუებენ პოლიციელები, ამას ვერ გააკეთებენ, იმიტომ რომ თუ პირველივე 5 წუთში ეუბნები რომ შენ არაპირებ მოშარდვას მათთვის და არაპირებ რომ ექიმმა, ნარკოლოგმა, ბჭყალებში, იმიტომ რომ პოლიციის თანამშრომლები არიან ისინი, ვინც ამოწმებს კლინიკურად, არ გინდა რომ შეგამოწმოს, მაშინ რატომ აჩერებ 12 საათი, რა აზრი აქვს? ვისაუბროთ, ვიჭორაოთ, თუ რა ხდება, ხო? ანუ ამაზეა საუბარი. ამ მარიხუანას რაც შეეხება, მარიხუანა ამ შემთხვევაში იყო საქმეში ფიგურირებდა მარიხუანა თვითონ. ბექას საქმეში. ანუ აქ რო ყოფილიყო სხვა ნივთიერება, იმაზეც ცხადია ეს საკონსტიტუციო სარჩელი იქნებოდა გაკეთებული. რასაც ახლა აპირებს ეს ჯგუფი ადამიანების, რომ გავრცელდეს, დაუშვათ რაღაცა ოდენობები, რომ განისაზღვროს მაინც უმეტეს ნივთიერებებზე, სადამდეც დაჭერა მაინც არ შეიძლება. ხო, იმიტომ რომ აბა შეუძლებელი მომხმარებელს იქნება. ჩვენ ამას განვიხილავთ, რა თქმა უნდა, როგორც ნაბიჯს დეკრიმინალიზაციისკენ, იმიტომ რომ მთელი ყველა პოლიტიკური ძალა ვინც ადრე იყო ხელისუფლებაში, ვინც ახლა არის ხელისუფლებაში, ვინც ხვალ იქნება ხელისუფლებაში, არ ვიცი, ყველა თანხმდება, რომ დეკრიმინალიზაცია არის ის, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს. აი, როგორც საქართველოს ნატოში გაწევრიანდება, ხო? ვიცით, რომ ეს მაპი უნდა მივიღოთ, ხო, და აქედან გამომდინარე მოგვივიდა ეს იდეა, რომ გავაკეთოთ დაპი, ანუ დეკრიმინალიზაციის სამოქმედო გეგმა. ხო, იმიტომ რომ შეკრული წრე არის რა, გამოდიან პოლიტიკოსები და ამბობენ, რომ ვერ გავაკეთებთ დეკრიმინალიზაციას, რადგანაც არ ვართ მზად ამისთვის და გარეთ არ გვაქვს სერვისები. ჩვენ ვეუბნებით, რომ მოდი მაშინ დავიწყოთ ეს სერვისები. არ გვაქვს ფული გვაქვს, იმიტომ რომ მარტო ეს დათვლილაპარაკებს სტატუს ორგანიზაციას აქვს კვლევები ჩატარებული ამ თემაზე, რა უჯდება სახელმწიფოს. ეს და რა შეიძლება დაუჯდეს სერვისი და რამდენი სერვისის ყიდვა შეიძლება აი იმ თანხით, რომელიც ეხლა უკვე საქართველოს აქვს. კარგი, მოშ ამ სერვისებზე ვილაპარაკოთ ახლა, იმიტომ რომ ჩვენ დრო შეზღუდულია და ნელა ბოლოსკენას უნდა წავიდეთ და რა სერვისებს ფლობს დღეს სახელმწიფო და რა სერვისების განვითარება შეიძლება ამ მართულებებით, რო გითხრათ? სერვისები, რომელიც დღეს არის საქართველოში, ბევრი პაციენტი ყავს მეტადონის ჩამწვევით მკურნალობაზე, 4500 ადამიანი მკურნალობს წლის განმავლობაში და დაახლოებით 500 ადამიანი გადის წლის განმავლობაში სტაციონარულ დეტოქსიკაციას. მე არ მაქვს მონაცემები და ეჭვი მაქვს, რომ ალბათ მარიხუანას დამოკიდებულების მოსახსნელად ადამიანები არ მიდიან საქართველოში ექიმთან. რა სერვისების განვითარება შეიძლება ნებისმიერი თანამედროვე ეფექტური სერვისების, თუ ამისთვის იქნება ნება და გამოიყოფა რესურსები არსებობს დავეთანხმებით პატას, დაახლოებით 20 მილიონი ლარი გვიჯდება ჩვენ წლიურად ეს ნარკოტესტირების ჩატარება, ანუ პოლიციელის დრო, ლაბორატორიული ტესტების ღირებულება და ასე შემდეგ. დღეს ყველაზე მეტი რაც მიუღია ნარკოლოგიის დარგს მკურნალობისთვის არის 4 მილიონი 9 ლარი წელიწადში, ხო? 5ჯერ მეტი ხარჯება პროგრამის 4ჯერ გაზდა შეიძლება მაგას. რა თქმა უნდა, ჩვენ 50-60 ადამიანს ვამოწმებთ წლის განმავლობაში. აქედან 2/3 არის სუფთა, ანუ უარყოფითია პასუხი, ანუ ფუჭი ხარჯვა არის რესურსების,
ფულადი და ადამიანური, ხო, პოლიციის დრო რომ დათვალოთ რა მიდის ამ 50,000 ტესტში, ხო? ეს არის აი ფუჭი არა რაციონალური ხარჯა ამ ისედაც წირი რესურსებისა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ამიტომ შესაძლებელი ნამდვილად არის, მე ვერანაირად ვერ დავეთანხმები იმ არგუმენტს, თქვა პოლიტიკოსებისა და ეს არგუმენტი სტაბილურად ერთი და იგივე რჩება. კი უნდა გავაკეთოთ, ჯერ არა ვართ მზად, კარგად შევისწავლოთ, მოვიდიოთ რესურსები. მაგრამ ფაქტია ის, რომ შეიძლება 16 მილიონი ლარის დაზოგვა რაღაცაზე. ვკურნალობთ, დავიჭიროთ მაინც ესე ჟღერს. თქვენ როგორ ფიქრობთ აი ამ სიტუაციაში ამ წუთას რა შეიძლება რომ მოხდეს? აი მინიმუმ რით შეგვიძლია რომ დავიწყოთ? მე ვფიქრობ რომ პროცესი დაწყებულია. დიდი ხანია. რითი შეიძლება გაგრძელოს? სპეციალისტის და სამოქალაქო ჯგუფის აქტივობა პარლამენტთან აქტიური მუშაობა ამ წნეხის, ასე ვთქვათ, არმოძუნება და დეკრიმინალიზაციის, რაშიც გულისხმობთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას. ჯერჯერობით მე არაფერზე არ არის საუბარი, ხო? ანუ მაყურებელი რომ გარკვეული იყოს რაზე საუბარი. არანაირ ლეგალიზაციაზე და თაროებზე დადება გამოყრა და ესე იგი ხო, სისხლის სამართლის დანაშაული არ უნდა იყოს. წინა თემას თუ თქვენ წინა თემას მენიშნა უბრალოდ რომ ეს კვლევა არსებობს რომ 70% იმ ადამიანებისა, ვინც ინსულინზე არის შეუძლია არ იყოს ინსულინზე, თუ მკაცრად გააკონტროლებს თავის კვებას. ანუ რას ნიშნავს, რომ ეს 70% უნდა დავიჭიროთ მაშინ, ხო? ანუ რა განსხვავებაა შეგიძლიათ ამბიხთ, ექიმი ხო ხარ შენ ანუ? კი, ექიმია. ხო, მე საერთოდ არ მისის რატო შეიძლება ადამიანს იჭერდა რაღაც ნივთიერების მოხმარების გამო. ალბათ ეს პრო პოლიტიკის ნაწილია, სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია და ეს არა ინდივიდუალური. ეს საჭირო რითი ჩანაცვლდება და რამდენად არსებობს აი ეს სერვისები, რასაც შესთავაზებ ასეთ ადამიანებს, ეს არის ალბათ ახლა ყველაზე მეტად საუბრის თავი. მაგრამ თქვით რომ ამ სერვისების გაზდა გამოთავისუფლებული თანხებით 4-ჯერ მეტად ჭირდება. თუ 4,500 ადამიანი იმყოფება დღეს მეტადონის პროგრამაზე, ეს გახდება 20,000. და ეს ბევრ რისკებს აარიდებს კიდე. რაც არ არის დათვლილი, ხო ამ კვლევებით ვერ დათვლი ალბათ ესეთ რაღაცას. ამ ადამიანის მიმართ მიყენებული ზიანი ცხოვრების განმავლობაში, მისი სიცოცხლის ხარისხი, ხო, მისი რომელიც ასე ძალიან დათვლილია ეკონომიკურად, ამერიკაში შემოშენდა დათვლილი. ნუ ჩვენი ქვეყნის შიდა პროდუქტი იქნება ჩემი ყოველდღიური საქმიანობით, ხო, ეს არ ხდება სადღაც ღრუბლებში, ხო? ამიტომ იმის მაგივრად რომ სახელმწიფომ ხელი შემიწყოს, რომ მე ვიყო აქტიური მოქალაქე და მაქსიმალურად გამოვიყარო ჩემი პოტენციალი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, მე ის არ მაგდებს ქვეყნიდან, ან მიშვებს ციხეში და ესეთი დემოგრაფიული პრობლემების ფონზე, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მცდარი გადაწყვეტილება ასევე. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ. მიხარია რომ დღევანდელ გადაცემაში ესეთ მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრეთ, სულ რამდენიმე წუთით უნდა შევისვენოთ და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით.